სარგესმოდა რა განცხადება გაკეთდა მეგობრების მხრიდან წინა კოლონაში და უნდა გავიმეორო თქოს პირველ რიგში ვინც აქავად. დღეიდან ზუსტად აი 8 საათიდან, საღამოს 8 საათიდან 24 საათის განმავლობაში თბილისის ეს ტერიტორია გადაიკეტება. 24 საათის განმავლობაში 24 საათის განმავლობაში ეს ტერიტორია გადაიკეტება. ჩვენ გადავდივართ არაძალადობრივი პროტესტის სხვა ეტაპზე. გადავდივართ იმ ეტაპზე, რასაც ჩვენი წარსული აწყო და მომავალი კარნახობს. არალეგიტიმურ ხელისუფლებას არ აღიარებს ხალხი. არალეგიტიმურ ხელისუფლებას არ აღიარებს არავინ სოფლიოში. მასასადამე ჩვენ პირველ რიგში პოლიტიკური პარტიები, რომელსაც მოგვანიჭეს თობის მეტუმი ქართულმა ხალხმა, მაგრამ სისტემური გაყოფებით ხელისუფლება თვითმარქრიად გამოაცხადა საკუთარი თავი. ჩვენ მოქმედებთ დღეიდან და ამიერიდან მზარდად მხოლოდ ადეკვატურად. ეს სიტყვით 24 საათის განმავლობაში ხვალ საღამოს 8 საათამდე თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცენტრალურ ადგილას კვანჩი ჩვენ აქ გეოგრაფიულ ადგილას უნივერსიტეტის წინ დანარჩენი შემდგომი განცხადებები მოგვიანები გაკეთდება. აი ეს არის ისი თქოს მინდა და ახლა ეწუთას. ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. არავის ეგონოს რომ ბრძოლა შენელდება. ეს ბრძოლა დასრულდება ერთადერთი გამოსავალით. ახალი არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი. ქუჩა არის ყველაზე დემოკრატიული ინსტრუმენტი და მექანიზმი და სხვა მექანიზმებთან ერთად ქართული საზოგადოება, ქართული ოპოზიციური პარტიები ქუჩას გამოიყენებს დემოკრატიისთვის. ჩვენი ხმა არ აისახა არჩევნების შედეგებში, იმიტომ რომ სისტემურად გააღვაძეს. ჩვენი ხმა თბილისის ქუჩებიდან აისახება იმ შედეგზე, რომელიც ახალი არჩევნებით დასრულდება. მოკლედ აქ რჩებით დღეს 24 საათის განმავლობაში.